ბობ ესპონჯა ერთ-ერთი იმ სერიალია, სადაც ყველაზე მეტი საიდუმლოა, რაც კი შეიძლება შეგხვდეს. მაგრამ ზოგიერთი მათგანი რამდენიც არ უნდა ეცადო, უბრალოდ პასუხი არ აქვს. და დღეს ჩვენ ამ საიდუმლოებებს გავარკვევთ. რა მოუვიდა კრაბის ბურგერის მეორე რესტორანს? ყველამ ვიცით, რომ ბობ ესპონჯას 2004 წლის ფილმში ბატონ კანგრეჩოს ფულის ვირუსი უფრო ძლიერად შეეყრება ვიდრე ოდესმე. ამიტომაც გადაწყვეტს გახსნას მეორე კრაბის ბურგერის რესტორანი. და ეს მართლაც მიიქცია მთელი ბიკინის ფსკერის ყურადღება. მას სუპერ პრეზენტაციაც კი უნდა ჰქონოდა, რომელიც ახალ ამბებშიც კი გავიდა. მართლა ეს ამბავი ისეთი დიდი იყო, რომ საწყალი ბობ ესპონჯა ფიქრობდა, რომ მეორე კრაბის ბურგერის რესტორნის მენეჯერი გახდებოდა. ჩვენ უკვე ვიცით ყველაფერი, რაც იმ მაგარ ფილმში მოხდა, ასე რომ საბოლოოდ რა დაემართა ამ კრაბის ბურგერის მეორე რესტორანს. აღარასდროს გვინახავს ის სხვა ეპიზოდებში, ფილმებში, ან თუნდაც სპინ-ოფებში. ზოგი ამბობს, რომ დონ კანგრეჯოსთვის უბრალოდ ძალიან რთული იყო ერთდროულად ორი რესტორნის მართვა. სხვები ფიქრობენ, რომ მეორე კრაბის ბურგერის რესტორანი გაკოტრდა. და ყველაზე გიჟებიც კი ფიქრობენ, რომ ეს კრაბის ბურგერის მეორე რესტორანი არასდროს იყო იმისთვის, რომ მეტი ბურგერი გაეყიდათ. უпростоრად ფულის გასათეთრებლად. და ოფიციალურად არასდროს ყოფილა ახსნა. ბობ ესპონჯას სამყაროში რესტორანი უბრალოდ ქრება. სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ ეს კრაბის ბურგერი ორი რაღაცნაირად კანონში არ შედიოდა. და სანამ ასე გავრაზდებით და დაიწყებთ ჩემზე ყეფას და გადაიქცევით ტერიანად, მიზეზი მაქვს. ყველაფერი ნეპტუნს უკავშირდება. რატომ არის რამდენიმე ნეპტუნი? ბობ ესპონჯას პირველ სეზონებში მეფე ნეპტუნი შთამბეჭდავი იყო. მას ჰქონდა გრძელი თმა და გიგაჩადის სხეული. შემდეგ ბობ ესპონჯა ფილმში ჩნდება და ნეპტუნი სრულიად გამელოტებულია. დაახლოებით 200 კილოთი მეტია და მთლიანად დაღლილი ჩანს. და შემდეგ ფილმში სპონჯბობი მაშველად მას სრულიად განსხვავებული იერი აქვს. როგორ? რატო? ყველაზე ლოგიკური თეორია, რომ მისი დიზაინი დამოკიდებულია იმ ატმოსფეროზე, რომელსაც სურთ რომ გადმოსცეს. 2004 წლის ფილმში ის სრული ბრიყვივით და კინაღამ განქორწინებულ კაცად უნდა ეჩვენებინათ, რომ ყველაფერი მუშაობდეს. ნეპტუნი ან გიგაჩადი უბრალოდ ყველას დაამარცხებდა და თავის სასახლეში დაბრუნდებოდა, რომ კანგებურგერები ეჭამა. ეს ნამდვილად კარგი ფილმი არ გამოვიდოდა, ხომ ასეა? ასე რომ სინამდვილეში თუ სადმე დაიწყებთ ძიებას, არ არსებობს არანაირი ოფიციალური დადასტურება, თუ რატომ იცვლება ნეპტუნი ასე ძალიან. ასე რომ თუ ხვალ მის coming out-ს ნახავთ, არ გამიკვირდება. ვინ არის პერლიტას ნამდვილი დედა? მითხარი, როგორ შეიძლება ვეშაპი იყოს კიბორდ ცხალას შვილი? ან პერლანაშვილებია? ან დონ კანგრეხომ რაღაც ძალიან საეჭვო გააკეთა? რადგან ოფიციალურად ამბობენ, რომ დონ კანგრეხო ნამდვილად პერლიტას ბიოლოგიური მამა. 2000 წლის ტრივიის წიგნში წერია, რომ პერლიტა დედას ჰგავს და კიბორდ ცხალა ნამდვილად მისი ნამდვილი მამაა. მაშ კითხვა ასეთია, სად არის დედა? ჩვენ მასზე არაფერი ვიცოდით და ის არასდროს გამოჩენილა, არც კი ფოტოზე. ზოგი ამბობს, რომ დედა დონ კანგრეჯოს კანგრებურგერების ინგრედიენტები გახდა. სხვები ამბობენ, რომ მან უბრალოდ დატოვა დონ კანგრეჯო, რადგან ის მის მიმართ ძუნწი და ხარბი იყო, ასე დაგტოვეს ეჭვებში. საქმე ისაა, რომ სტივენ ჰილენბურგს ოფიციალურ შემქმნელს ნამდვილად ჰქონდა დაგეგმილი მეხუთე სეზონში სრული ეპიზოდის გაკეთება, სადაც პერლას დედის მთელი ისტორია იქნებოდა მოთხრობილი. მაგრამ უბრალოდ გააუქმეს, რომ საიდუმლო ცოცხალი დარჩენილიყო. ანუ კი, დიახ, უნდა გაემხილათ სიმართლე, მაგრამ უბრალოდ თქვენს, ჯობია თქვენივე უცნაური თეორიებით იბოდიალოთ. და ესე დავამთავრეთ, ვაკეთებთ ამ ვიდეოს. როგორ გახდნენ მეგობრები ბობ ესპონჯა და პატრიკი? ბევრს წლები აინტერესებს, როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ეს ორი მეგობრები გახდნენ. მაგრამ რაც არიციან არის ის, რომ ბობ ესპონჯას ეპიზოდში SB 129 პასუხს გვაძლევენ. საქმე ისაა, რომ კალამარდო იყინება, 2000 წელი მომავალში მიდის, შემდეგ დროში გადაადგილდება და ბოლოს მღვიმის ეპოქაში ხვდება. და რას ხედავთ იქ? ბობი და პატრიკი მღვიმის ეპოქის ვერსიაში, რომლებიც პრეისტორიული დროიდან მეგობრები არიან. და ის, რაც ბევრმა ვერ შენიშნა, არის ის, რომ ბობისა და პატრიკის მეგობრობას სამუდამოდ კალამარდო აერთიანებს. რადგან ის ხედავს, როგორ იწვევენ ერთმანეთს ტკივილს, როგორც გონება ჩამორთმეული მღვიმის ადამიანები. ამიტომაც აძლევს მათ მედუზების დასაჭერად ბადეებს. სწორედ მაშინ შექმნა ამ ორის საყვარელი თამაშიც. ასე რომ კალამარდომ უნებლიეთ გააერთიანა ყველაზე სულელი დუეტი მთელ ბიკინის ფსკერზე და ისინი საუკეთესო მეგობრებად აქციან. როგორ შეიძლება ცეცხლი იყოს წყლის ქვეშ? ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვაა და მართლა, როგორ ანთებ ცეცხლს ზღვის ფსკერზე? დანაშაულებრივ ცხოვრებაში ბობ ესპონჯი და პატრიკი საერთაშორისო უფასო ბუშტის დღეს ბუშტს იპარავენ.
ისინი დამნაშავეებივით გარბიან და სხდებიან იგრეს გარშემო წყლის ქვეშ და ცეცხლთან ერთად პატრიკი ამბობს, თუ წყლის ქვეშ ვართ, როგორ შეიძლება იყოს? და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ცეცხლს ვხედავთ. ბობი წვეულების ჩამშლელში ბობი იღებს მოსაწვევს, რომელიც ფუჭდება, რადგან ის ზღვის ქვეშ ცხოვრობს, ის სულელივით დასცივით დასცინის და ბოლოს ისე წავს, თითქოს არაფერია. ისინი პირდაპირ იციან, რომ ამას აზრი არ აქვს, ასე რომ უბრალოდ არსებობს და მორჩა. და თუ არ მოგდონს, აი ასეა. დორა მკვლევარი, ასე რომ ნუ მოხვალ და ნუ შემაწუხებ. რამდენი წლისაა სპანჯბობი? მოდით ვნახოთ, ზღვის ზრუბლები თითქმის უკვდავები არიან და შეიძლება დინოზავრზე მეტხანს იცოცხლონ. მაგრამ მაშინ, რამდენი წლისაა სპანჯბობი? ამას პოულობთ ეპიზოდში ძილის დრო. მის მოწმობაზე ვხედავთ, რომ წერია დაიბადა 1986 წლის 14 ივლისს, ეტიულის. უბრალოდ გააკეთეთ გამოთვლები, მეგობრებო, სერიალი დაიწყო 1989 წელს. აქ სპანჯბობი უკვე პატარა ბიჭია, სულ რაღაც 13 წლის. 2004 წლის ფილმში მას უკვე 18 წელი ჰქონდა, ამიტომაც გაიკეთა ულვაში. ასე რომ თუ დაფიქრდებით, აშკარა იყო, რომ მას კრაბის ბურგერის რესტორანი 2-ის მენეჯერად არ დანიშნავდნენ. ბიჭი სულ ახლახანს გადიოდა მოზარდობის ასაკიდან. ასე რომ ფრევანდელი მდგომარეობით 2026 წელს მას 40 წელი ექნებოდა. უკვე ნამდვილი ბატონი იქნებოდა ქუდით. ახლა ნამდვილად შეძლებდა კრაბის ბურგერის რესტორანი 2-ის მენეჯერობა, მაგრამ იცით, უბრალოდ გაქრა. თუმცა ვიყოთ გულწრფელები, სპანჯბობი სამუდამოდ 13 წლის ასაკშია გონებრივად გაჩერებული. სპანჯბობის შესაძლო მომავლები, ბობ ესპონჯას მომავალი ისეთივე უცნაურია, როგორიც თვითონაა. და სინამდვილეში მას მხოლოდ ერთი მომავალი კი არ აქვს, არამედ რამდენიმე. პირველ რიგში სერიაში SB1 29 სკვიდვარდი 2000 წელი მომავალში მოგზაურობს და ხვდება ესპონჯას, რომელიც ძირითადად ბობია, მაგრამ მის გარშემო 486 კლონია. ანუ ესპონჯა არა მხოლოდ დროს უძლებს, არამედ ჭირივით მრავლდება. შემდეგ მეხუთე სეზონის ეპიზოდში ესპონჯა ბობი ცდილობს მედუზებისგან გაქცევას და მარტო ცხოვრებას იწყებს. ის ვერ ახერხებს და საბოლოოდ თავისივე უზარმაზარ ქანდაკებებს აშენებს, რომ მედუზები იქ მიეკრას. 1000 წლის შემდეგ სიგიჟეა. ეს ქანდაკებები კვლავ არსებობს და ისტორიულ მემკვიდრეობად იქცევა. და მე-14 სეზონში კიდევ ერთ მომავალ ვერსიას გვაჩვენებენ. თავიდან ჰოლოგრამას გავს, მაგრამ მომავლის ნამდვილი ბობი გამჭვირვალე კუბია ბორბლებზე. რა მომავლები აქვს ამ ღრუბელს? უბრალოდ ვითარდება, მაგრამ ისეთივე შეუჩერებელია, როგორც ყოველთვის. რა არის ნამდვილი საიდუმლო ინგრედიენტი კრაბის ბურგერში? სპონჯბობის დაწყებიდანვე პლანქტონი შეპყრობილია კრაბის ბურგერის ფორმულის მოპარვით. ამ ფეხებიანი ბაქტერია სხვა არაფერი აქვს გასაკეთებელი. მან ყველაფერი სცადა. რობოტები, გადაცმები, ბიბოთლებში შეღწევა, ბობის სიმღერებით მანიპულირება, თუნდაც კრაბის ბურგერის რესტორანი საბორანი საბავშვობაღად გადააქციოს. და ყოველთვის დამსირებული რჩება. მისი საბრძოლო მომენტი იყო ეპიზოდში პლანქტონის არმია, სადაც მთელ ოჯახს აგროვებს, მილიონობით და მილიონობით. Mini copias igual de locas que él. ისინი შემოერტყმებიან კრაბის ბურგერის რესტორანს, იჭერენ ბატონ კრაბს და ბოლოს გახსნიან სეიფს. და როცა ფიქრობენ, რომ მოიგეს რეცეპტი, მაგრამ ეს მხოლოდ კანგრეხოს ხუმრობა იყო, ასე რომ სიმართლე არასდროს გაირკვა. ბობ ესპონჯა ამბობს, რომ ნამდვილი ინგრედიენტი სიყვარულია. სხვები ამბობენ, რომ ეს კრაბისგანაა, რადგან სახელიც ამას მიანიშნებს და სხვა კრაბები აღარ დარჩნენ. აბა თქვენ როგორ ფიქრობთ? რა არის საიდუმლო ინგრედიენტი? თუ გინდათ ამის გაგება, ნახეთ ჩვენი ვიდეო. ბობ ესპონჯას ყველაზე ბნელი თეორიები, რომლებიც სიმართლე აღმოჩნდა, სადაც სიმართლეს გაგიმხელთ. ხალხო, ეს იყო ბობ ესპონჯას ყველა საიდუმლო. თუ თქვენ კიდევ რამე იცით, კომენტარებში დაწერეთ. შევხვდებით ბობ ესპონჯას მომდევნო ვიდეოში.